მასტურბაცია. ბევრი ადამიანი მასტურბირებს და ეს რა თქმა უნდა ნორმალურია. მაგრამ რატომღაც ამ თემაზე საუბარს ყველა თავს არიდებს. დღეს ჩვენ შევეცდებით მასტურბაციაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხოთ. მასტურბაციისას ორგაზმის მიუღწევლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც გჭირთ. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც აკეთებთ, თქვენზე არ მუშაობს და უბრალოდ უნდა შეცვალოთ მასტურბაციის ხერხი. განმეორებადი ქცევა ხშირად ჩვევად ყალიბდება, ამიტომ არის იმის ალბათობა, რომ მასტურბირებამ გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულება. თუმცა კლინიკური კვლევების თანახმად ეს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება. მასტურბაციას არ აქვს უშუალო გავლენა საშოსა და კლიტორის მგრძნობელობაზე, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა სიხშირით ვიყენებთ ვიბრატორს და სხვა დამხმარე საშუალებებს. ზოგადად ვიბრატორი შექმნილია იმისთვის, რომ მასტურბაციის დროს მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიოთ ორგაზმს და მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება შემდეგ რეალური სექსუალური აქტის დროს პრობლემები შექმნას ორგაზმის სწრაფად მიღწევისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიბრატორზე სრულად უარი უნდა თქვათ, უბრალოდ ეცადეთ მასტურბაციის დროს ვიბრატორის გარდა სხვა ხერხებიც გამოიყენოთ.